ლომისობა, ჯაჭვით დაბმული რწმენა და მთის საიდუმლო. ყოველ წელს, აღდგომიდან მე-7 კვირას, მლეთის მთები უძველესი რიტუალის ხმით იღვიძებენ. ლომისობა არ არის უბრალოდ დღესასწაული, ეს არის გამოცდა. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ მე-13 საუკუნეში, როდესაც ხორაზმელებმა ათასობით ქართველი დაატყვევეს, წმინდა გიორგი ლომის სახით გამოეცხადა მათ და ტყვეები სამშობლოში ხარის მეშვეობით დააბრუნა. ხარს, რომელსაც ლომა ერქვა, რქებზე წმინდა გიორგის ხატი ესვენა. იქ, სადაც ხარმა დაისვენა, დღეს ლომისის ტაძარი დგას. ტაძარში ინახება უძველესი რკინის ჯაჭვი, რომელსაც მომლოცველები ქედზე იდგამენ და ტაძარს სამზით შემოუვლიან. ეს ჯაჭვის სიმბოლოა იმ ტყვეობისა, რომლისგანაც წმინდა გიორგიმ ერი იხსნა. აქ დრო თითქოს ჩერდება. ხევის ბერების ლოცვა, შესაწირავი ხარები და მწვერვალზე ატანილი უზარმაზარი დროშები ქმნიან ატმოსფეროს, რომელიც პირდაპირ შუა საუკუნეებიდან გადმოვიდა. ლომისობა არის ადგილი, სადაც ადამიანი საკუთარ ფიზიკურ და სულიერ შესაძლებლობებს ცდის, რათა მადლი და მფარველობა მოიპოვოს.